ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით. ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. BMG-ზე ჯანდაცვის სტანდარტის დრო არის მოგესალმებით, მე ნინი ლონგურაშვილი ვარ და მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიწყებთ 1 ივნისის გადაცემას, რომელიც ეხება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების გზებს. მოგესალმებით ყველას. მე ამირან გამყრელიძე ვარ და დღეს ისევე როგორც ყოველ კვირა დღეს ვეცდებით პროფესიულად, მარტივად და ღიად ვისაუბროთ თქვენთვის საინტერესო და საზოგადოებისთვის აქტუალურ ჯანდაცვის თემებზე. დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული ეთერი არის, გიზიარებთ სიახლეებს, ჯანდაცვის სტანდარტისა და გიმფას საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციას შორის ოფიციალური პარტნიორობის დაწყებას. ჯანდაცვის სტანდარტი უკვე 4 თვეა გადის BMG-ს ეთერში და ორი მთავარი მიზანი აქვს. ფართოდ წარმოუდგინოს საზოგადოებას და პროფესიონალებს გლობალური ჯანმრთელობის გამოწვევები 21 საუკუნეში, მათი მართვისა და გადაწყვეტის გზები და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენს ყოველკვირეულ გადაცემაში ქართული სამედიცინო დიასპორა, რათა ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების პროცესში. ამ დროის მანძილზე, როცა ჯანდაცვის სტანდარტის პირველი გადაცემა გავიდა BMG-ს ეთერში, მოახერხეთ და უკვე 12 გადაცემაში მონაწილეობდნენ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატებსა და ევროპიდან. სხვადასხვა შეფასებებით ამერიკასა და ევროპაში სხვადასხვა სპეციალობების რამოდენიმე ასეული ქართველი ექიმი მოღვაწეობს, რომელთა უმრავლესობას ბაზისური სამედიცინო განათლება მიღებული აქვთ საქართველოში და შემდგომი სპეციალიზაცია, რეზიდენტურა და პოსტდიპლომური დახელოვნების სხვადასხვა ფორმები გავლილი აქვთ უცხოეთში, შემდგომი რთული გამოცდებითა და აღიარებით. სწორედ გუშინ 31 მაისს ჩატარდა გიმფას მე-10 საიუბილეო კონფერენცია თბილისში, შერატონ მეტეხი პალასში, რომელშიც 600-მდე ექიმი მონაწილეობდა საქართველოდან და ევროპის ქვეყნებიდან, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ასევე უცხოელი კოლეგები, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მნიშვნელობა როგორც ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა და გავლენიანმა პროფესიულმა პლატფორმამ რეგიონში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ვიყოთ იქ, სადაც ხდება დარგის განვითარება, იქმნება ახალი ხედვები და ყალიბდება მომავლის სტანდარტები. სწორედ ამიტომ გიმფას კონფერენციაში მონაწილეობა ჯანდაცვის სტანდარტისთვის იყო არა მხოლოდ პატივი, არამედ მნიშვნელოვანი პროფესიული პასუხისმგებლობაც. ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია გიმფა 2012 წელს ნიდერლანდებში, ევროპაში დასაქმებული ქართველი ექიმების ინიციატივით შეიქმნა. მიზანი თავიდანვე ცალსახა იყო, თავიანთი ქვეყნისთვის ღირებული საქმე გაეკეთებინათ. ინტერესმა პროექტების სიმრავლემ და მოთხოვნამ რამდენიმე წლის წინ ასოციაციის წარმომადგენლობის საქართველოში გახსნაც გადააწყვეტინათ და უკვე 10 წელია, რაც თბილისში გიმფას ეგიდით ჯანდაცვის კონფერენცია ყოველწლიურად იმართება, სადაც ქართველი თუ უცხოელი ექიმები, სფეროს ექსპერტები და დაინტერესებული პირები ერთიანდებიან. ეს აერთიანებს ექიმებს არა მარტო საზღვარგარეთ მოღვაწე, არამედ ქართველ კოლეგებს, ისინი ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ეს არ არის რომ აი მე მეტი ვიცი შენზე და შენ ნაკლები, პირიქით ძალიან მეგობრული. წელს გვაქვს 7 სესია, 7 განსხვავებული სესია და უამრავი ადამიანი ერთად კოლეგიალურად მუშაობს და უზიარებენ ცოდნას ერთმანეთს. ძირითადად ამ კონფერენციის მიზანი არის ხოლმე რომ აი ხშირად მოყოლია ძალიან ისეთ პროექტებს ჩაყრია საფუძველი, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოს მედიცინის განვითარებას უწყობს ხელს. წლების განმავლობაში გიმფას ეგიდით განხორციელებულ პროექტებს თუ დაორგანიზებულ კონფერენციებს ბევრი მხარდამჭერი და პარტნიორი დაუკრავდა. ყველა მათგანის მიზანი ჯანდაცვის სფეროს ხელშეწყობა, განვითარება და სიახლეების დანერგვაში თავიანთი წვლილი შეტანა. მოხარულები ვართ დღეს რეალურად ამ ღონისძიების
მხარდამჭერი სტატუსით ვიყავთ წარმოდგენილი. ასოციაცია გინფა დღეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც თანამემამულე პროფესიონალებს აერთიანებს და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს საერთო მიზნის გარშემო, რომელიც არის ცოდნის გაზიარება და ქართული მედიცინის სფეროს განვითარება. შესაბამისად, ნამდვილად საამაყო დღეა, ამაყები ვართ ჩვენც მხარი დაუჭიროთ ესეთ პროექტებს, რაც აუცილებლად მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჯანდაცვის სფეროს ხელშეწყობა და მის განვითარებაში წვლილი შეტანა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სესია, რომელიც ჯანდაცვის მეათე კონფერენციაზე მიმდინარეობდა, ონკოლოგიის სესია იყო. მთავარი თემა კი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება ფილტვის კიბო. შედეგად დამსწრეებმა და პრეზენტაციაში მონაწილე ონკოლოგებმა თავიანთი გამოცდილება, ხედვები და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. ეს არის დაავადება, რომელიც არის ყველაზე ხშირი დაავადება ონკოლოგიურ სტრუქტურაში, რომლის პრევენცია არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ჩვენი სესია მოიცავს არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ პრევენციას და ადრეულ გამოვლენას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის და ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი არის კარგი შედეგისათვის. ყავს უცხოელი კოლეგები, ძალიან ცნობილი ონკოლოგები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ასევე გაგვიზიარებენ თავიანთ მონაცემებს და საკმაოდ წარმოდგენილი არის საქართველოს სხვადასხვა კლინიკები და ვფიქრობ, რომ უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობს ონკოლოგიის სესია. აქვე კონფერენციის პარალელებში ბევრ სხვა სესიასთან ერთად პედიატრიის სესიაც მიმდინარეობდა. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო წლებია, რაც გინფას პროექტების აქტიური მხარდამჭერია და ამ გზით ქართული ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში თავის სიტყვას ამბობს. ამ ორგანიზაციის ეგიდით არაერთი ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელებულა საქართველოში და ეს კონფერენცია ასევე ერთ-ერთია ამ პროექტებს შორის და უნიკალურია თავისი შინაარსით, იმიტომ რომ ჩვენ ყოველწლიურად საშუალება გვეძლევა, რომ ვიხილოთ არა მარტო უცხოელი კოლეგები, არამედ ჩვენი ქართველი კოლეგები, რომლებიც საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობენ უცხოეთში და ასევე მოვისმინოთ აქ არსებული ქართველი კოლეგების მიერ წარმოდგენილი ძალიან საინტერესო მოხსენებები, მოხდეს გამოცდილებების გაზიარება, ცოდნის შეჯერება და ძალიან პროდუქტიული და ყოველთვის ნაყოფიერია მსგავსი შეხვედრა. ასოციაცია გინფას წინ დიდი გეგმები აქვს, უფრო მეტი ადამიანის დაინტერესება, ჩართულობა საქართველოში ჯანდაცვის სისტემის გამართვა, უცხოელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარება და მრავალი სხვა ისეთი დეტალი, რომელიც საბოლოოდ დიდ და მასშტაბურ შედეგებს გამოიღებს. წარმოგიდგენთ ჩვენს დღევანდელ სტუმრებს და ვფიქრობთ, რომ საინტერესო დისკუსია გვექნება. ჯანდაცვის სტანდარტის სტუდიაში იმყოფებიან ალექსი ბაიდოშვილი, საქართველოს საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის გინფას პრეზიდენტი, ასევე ზაზა ქაცარავა, გერმანიის ქალაქ უნეს ნევროლოგიის, ნეიროგერიატრიისა და ადრეული რეაბილიტაციის დეპარტამენტის დირექტორი და ქალაქ ესენის უნივერსიტეტის პროფესორი. ეკატერინე ჩაგვეტაძე, ილდე ფრანს ჰოსპიტალ ჯგუფის სტაციონარის ხელმძღვანელი და ასევე მაია ჩიკვილაძეს უმასპინძლეთ, ნევროლოგი ის კლინიკის ნევროლოგიის განყოფილების სპეციალისტი არის დღეს ჯანდაცვის სტანდარტის სტუმარი. ჯანდაცვის სტანდარტში უხსტუმრიანობა არის, როგორც ახლა ჩვენი მაყურებელი ხედავს. მადლობა სტუმრობისათვის, რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო გუშინ თქვენი ორგანიზებით, რომელიც რეგულარულად ტარდება საქართველოში და ასევე ევროპის სხვადასხვა ადგილზე. გინფა ძალიან აქტიურია და თითოეულ თქვენთაგანს დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ ამ მოყოლებული 2012 წლიდან ახლა გუშინ იყო საიუბილეო კონფერენცია და საკმაოდ დიდი აუდიტორია შეიკრიბა და ეს გახლავთ სწორედ ერთ-ერთი ის მიმართულება ჩვენი გადაცემისაც, რომელიც ყოველკვირეულად გადის, რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენი დიასპორის, სამედიცინო დიასპორაზე მაქვს დიასპორა მოწყობილობაში წარმომადგენელი იყოს ჩართული საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. მადლობა ამისთვის. და დავიწყოთ სწორედ პირველი ამ კითხვით და ბატონ ალექსისთან, რომელიც გახლავთ. ეს კითხვა საერთოა ყველასთვის, მაგრამ სულ ორი კითხვა გვექნება, მაგრამ გვექნება ასევე ჩაკითხვები ხოლმე პერიოდულად. ძირითადი კითხვა ეს გახლავთ ორი. პირველი, რომ თქვენს დარგში, სადაც მოღვაწეობდით, თითოეული თქვენთაგანი სხვადასხვა დარგს წარმოადგენთ და თქვენს დარგში რა არის ყველაზე დიდი სიახლეები და რას ელის დღეს კიდევ კაცობრიობა და მათ შორის თქვათ საქართველოს ჩვენმა სამშობლომ რა უნდა გაითვალისწინოს ჯანდაცვის სისტემამ ამ იმ დარგის განვითარებისთვის, სადაც თქვენ მოღვაწეობთ.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ აი ხელმძღვანელობისთვის და იმ ინიციატივებისთვის, რაც გაქვთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან კარგი კითხვა არის. ნებაბიბოძე სანამ ამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ, სულ ორი სიტყვით თქვა ჩემ დარგის შესახებ, რადგანაც დარწმუნებული ვარ თქვენი მაყურებლის ნაწილი კარგად არიცნობს იმ სამუშაოს, რასაც ასრულებს პათოლოგიური ანატომიური ლაბორატორია და პათოლოგ ანატომი, ის რომ გაიგოს ის ინოვაციები და ცვლილებები, კარგია რომ იცოდეს, რას ვაკეთებთ ჩვენ ლაბორატორიაში. ძალიან მოკლედ ვიტყვი მაგის შესახებ. პათოლოგიური ანატომიის ლაბორატორიაში ჩვენ მოგდის პაციენტის სხეულის მასალები, სითხეები, ციტოლოგიური კვლევებისთვის, ქსოვილი ჰისტოლოგიური კვლევებისთვის. ამ მასალას პატარა ბიოპტატებს, ქსოვილის ან ორგანოს ნაწილებს, მთლიან ორგანოებს ჩვენ ვამუშავებთ, საბოლოოდ ვქმნით მინას, რომელზეც არის ქსოვილი დაკრული და ამას ვხებავთ ჰემატოქსილინი ეოზინით. ამ მინას შემდგომ განვიხილავთ მიკროსკოპის ქვეშ და პათოლოგანატომის სვავს დიაგნოზს. საინტერესო არის რომ ჩვენს დიაგნოსტიკაში ჩვენ არ ვიყენებთ აპარატურას, პათოლოგანატომი თვითონ არის პასუხისმგებელი იმ დიაგნოზზე, თვითონ სვავს ამ დიაგნოზზე, თვითონ გამოაქვს ის დასკვნა, რაც საბოლოოდ იღებს პაციენტი და კლინიკოსი. ბოლო 20 წელიწადია ჩვენ დარგში არის რადიკალური ცვლილებები. განვიცით ძალიან საინტერესო პერიოდს. ეს მოიტანა ციფრულმა ტექნოლოგიამ. ის მინა, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ და რაზეც ჩვენ დიაგნოზს ვსვავთ, ამ მომენტში არის იმის საშუალება, რომ ეს მინა ჩვენ ციფრულ ფაილად ვაქციოთ. ამისთვის არის აპარატურა, რომელიც ამ მინას ასკანერებს მიკროსკოპიულ დონეზე, რაც ძალიან რთული ტექნოლოგია, ახლა ამას არ შევეხები. საბოლოოდ განსხვავება ის არის, რომ ის მაგივრად რომ პათოლოგანატომი დაждდეს მიკროსკოპთან და ის შუშის მინა აიღოს და დადოს მიკროსკოპის ქვეშ, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ კომპიუტერის ეკრანზე ნახოთ სრული სურათი. ქალბატონ ეკას თუ შეიძლება აი თქვენს დარგში რა სიახლეებს ველით რაც თქვათ გაჟღერდა გუშინაც კონფერენციაზე ინფოს კონფერენციაზე ამ დღეს მოსახლეობას რომ უთხრათ და რა რეკომენდაციებია თქვენი კოლეგების მიმართ საქართველოში რა უნდა განვითარდეს და როგორ ანუ მეც შევეცდები რომ თავიდან პრობლემატიკა ახსნა ინფექციური დაავადებების. ჩემი მთავარი თემა საქართველოსთან თანამშრომლობის არის ანტიმიკრობული რეზისტენტულობა. ანტიმიკრობული რეზისტენტულობა ესევე გლობალური მიხედვით რომ ახსნა მიდგომით ისევ COVID პანდემიას დავუბრუნდები, იმიტომ რომ აი ჩვენ ექიმებმა და მოსახლეობამაც ეს ინფორმაცია გავრცელდა რომ სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მრავალ მიზეზთა შორის, იყო თანდართული ბაქტერიული ინფექციები და განსაკუთრებით რეზისტენტული ბაქტერიების ინფექციები. ეს მცირედ რამდენად პრობლემატურია, რომ ჯარიმომ აღიარა, რომ მე-21 საუკუნის საფრთხეთა სამეულში არის ანტიმიკრობული რეზისტენტულობა. და აი საქართველო, რა თქმა უნდა, ჩვენ ევროპაც და რა თქმა უნდა, საქართველოც ამ პრობლემატიკის წინაშე ვდგავართ. აი ხა ჩვენ რაც შეეხება თვითონ ჩვენს საქმიანობას საქართველოსთან მიმართებაში, აი თვითონ თანამშრომლობის გიმფას დაფუძნებიდან დაწყებული და კონფერენციებიდან დაწყებული ჩემი თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, მიმართული იყო უფრო მეტად აი ამ ადამიანურ ფაქტორზე, ექიმებთან თანამშრომლობაზე და რაც მთავარი არის ჯერ პრობლემატიკის გაცნობიერებაზე, თვითონ იმის თუნდაც იმის დანახვა თუ რამდენად ეს ერთ დღეს თუ ინდივიდუალურად უკვე უქმნიდა გარკვეულ ადამიანებს, გლობალურადაც შეუქმნიდა საფრთხეს. ჩვენ გვინდა რომ მომავალში ამ თემას ანტიმიკრობულ რეზისტენტობას ცალკე გადაცემა მიუძღვნათ და იქ უკვე დისტანციურად საფრანგეთიდან მოგიწევთ. ბატონ ზაზას ვთხოვ თუ შეიძლება რომ ახლა ნევროლოგებს გავაეციერებ. ხა ჩვენ ორი ნევროლოგი ვართ, ხალბატონი მაია ჩიკვილაძე და მე თუ შეიძლება პირველ სიტყვას ladies first კაბატონ მაია. კი ბატონო, სიამოვნებაა. დიდი მადლობა ზაზა, უღმესი მადლობა მოწვევისთვის. მე მინდოდა მეთქვა იმ სისტემაზე, რომელიც ამჟამად საფრანგეთში არსებობს. მე ვარ გაფანტური სკლეროზის სპეციალისტი ზოგადი ნევროლოგიიდან და აგრეთვე ნეირომეტაბოლური და ნეიროგენეტიკური დაავადებების სპეციალისტი. გაფანტურ სკლეროზს რაც შეეხება საფრანგეთში საკმაოდ ასეთი ქსელური თანამშრომლობა არის, რომელსაც 3 დიდი სტრუქტურა უზრუნველყოფს. მათში არის გაერთიანებული 23 რეფერენტული ცენტრი, კომპეტენციის ცენტრები, რომლებიც დაკავშირებული არიან ევროპული დოტაციაზე შექმნილი
FCRAN-ს ეძახიან Clinical Research French Clinical Research for MS და ეს ქსელი გვაძლევს საშუალებას კლინიკური კვლევების უფრო ფართოდ გავრცელებისა და მესამე ძალიან დიდი სტრუქტურა, რომელიც არის მსოფლიოში ერთი ყველაზე დიდი დატაბეისი გაფანტულ სკლეროზში, ეს არის OFSEP, Observatoire Français de Sclérose en Plaques. ეს ამი სტრუქტურა დღეობით აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც არის პრიმუსი და ამაზე მინდოდა ძალიან დიდი ყურადღება გამეკეთებინა, იმიტომ რომ სავარაუდოდ სამომავლოდ საქართველოსაც შეიძლება გამოადგეს ეს. დიდი მადლობა. ბატონო ზაზა. რას გვეტყვით? თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ თანამშრომლობისას და ერთი ნაბიჯით უკან დავიწევ და პირველი კითხვა ასეთი იყო, რომ რა ხდება თქვენს დარგში? რას გვპირდება 21 საუკუნე და ეს ნევროლოგიაში არის ძალიან დიდი ცვლილება. ნევროლოგია პაციენტებს თავაზობს ინტერვენციას, მაგალითად ინსულტის დროს და ჩვენ თვალწინ გაიარა იმ პერიოდმა, რომ პაციენტი, რომელიც შემოვიდოდა ძიმე ინსულტით და ვიცოდით 20 წლის წინ, რომ ეს პაციენტი აუცილებლად ან გარდაიცვლებოდა, ან ხეიბარი დარჩებოდა. ეხლა მკურნალობის შედეგად ეს სისტემური ლიზირება იქნება თუ თრომბექტომია იქნება, პაციენტი ძალიან ხშირ შემთხვევაში ჯამრთელი ეწერება ბინას. ეს ერთი. და მეორე ნევროლოგია როგორც რა უფრო დიდი წილია მანდ ბატონო ზაზა მენეჯმენტის ანუ ორგანიზაციის ამ შემთხვევაში ინსულტის დახმარების თუ აი ეს ახალი საშუალებებით ეს ახალი თრომბოლიზური პრეპარატები თუ აი თქვენ როგორ ძალიან გამოცდილი ნევროლოგიას პრიმიტიულ კითხვას თუ რა თქმა უნდა ორივე ერთად უნდა იყოს გასაგები ძალიან მართლაც ვძალებთ იმიტომ რომ ეს არის ჯაჭვი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა არსებობდეს მკურნალობა, რომელიც საბედნიეროდ არსებობს, მაგრამ მეორე ეს პაციენტი თუ დროულად არ მოვიდა, მაშინ მკურნალობას ვარანაირი აზრი არ აქვს. შესაბამისად, ეს ჯაჭვი იწყება მოსახლეობის განათლებიდან, რომ პაციენტი დროულად მიხვდეს ან თავის თავზე, ან თავისი ოჯახის წევრზე, რომ ეს სიმპტომები, რომელიც განვითარდა, ეს არის შეიძლება ინსულტის სიმპტომი იყოს. მეორე რომ სწორი ნაბიჯი გადადგას და დრო არ დაკარგოს და დაურეკოს სასწრაფოს. მერე ჯაჭვი გრძელდება რომ სასწრაფოს დახმარების მანქანა უნდა იყოს ნავარჯიშები და განათლებული და იცოდეს რომ იმანაც უნდა გამოიცნოს და სწორი დიაგნოზი დასვა სავარაუდო და მერე რაც თავარია იმ საავადმყოფოში მიიყვანოს რომელსაც სერტიფიცირებული stroke unit აქვს ან stroke center და იქ ჩატარდეს მერე დროულად მკურნალობა დასრულებისას საინტერესო კონფერენცია იყო გუშინ თქვენ სულ ყველა ბორდის წევრები ბრძანდებით ხომ და აი მოკლედ ძალიან ორი წინადადებით რას ურჩევდით ქვეყანას რომ გიმფას აქტიობები მეტად გაფართოვდეს და რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი და ასევე დიასპორა რომელიც არ არის ჩართული ევროპიდან თუ ამერიკის შეერთებული შტატებიდან რომ მეტად იქნოს. ანუ რა აღონიზებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ ამასთან დაკავშირებით რომ დიასპორა მეტად ჩაერთოს ამ პროცესში. ჩვენ დავიწყეთ 150 კაციანი კონფერენციით, ერთ-ერთი ჩვენი პირველი კონფერენცია იყო და ხედავთ რომ 700-ზე მეტი მსმენელი მოდის და სამწუხაროდ და მინდა აქ თქვენი ეთერთვის სარგებლობა და დიდი ბოდიში მოუხადო ყველა იმ ადამიანს რომელსაც ჩაწერა უნდა და ჩვენს კონფერენციაზე მოსვლა უამრავ მეილებს გვიგზავნიან პირადად გვირეკავენ და უბრალოდ ფიზიკურად არ აქვს საშუალება რომ კონფერენცია გავზარდოთ და მეტი ხალხი მივიღოთ ამასაც სიამოვნებით გავაკეთებთ ამის პოტენციალი გვაქვს უბრალოდ სამწუხაროდ ბევრი რაღაც დამოკიდებული არის ლოჯისტიკაზე, საშუალებებზე, დარბაზებზე და რა თქმა უნდა ფინანსებზეც და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ გავაკეთოთ. ძალიან მსურს და რომ უფრო მეტად განვითარდეს, აი ჩვენი მოპოვებული ხარჯებით ისიც მე მაგალითად პირადად საფრანგეთის დაფინანსებით ვცდილობ რამოდენიმე კოლეგა უფრო ახალგაზრდა უკვე რომელიც თავისი სწავლის პერიოდში არის მედიცინის ხანგრძლივი სწავლის პერიოდში ჩამოვიდეს ჩვენთან სტაჟირება. მე ვთვლი რომ აი კლინიკური გამოცდილების მიღება თუნდაც ხანმოკლე პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი არის და თუ სახელმწიფოს მხარდაჭერაც იქნება, აი თქვათ ჩვენი მხრიდან საფრანგეთის, აქამდე საფრანგეთის დაფინანსებით იყო, თუ რაღაც ცოტა მხარდაჭერაც იქნება, აი მსგავსი სტრუქტურული ჩარევის, ძალიან მოხარული ვიქნებოდი და გიმფას ეგიდით ამ საქმიანობას უფრო მეტად გავავრცელებდით. ორი მიზანი ქონდა გიმფას. ერთი იყო რომ ახალგაზრდებს დავეხმაროთ
მათ პროფესიულ განვითარებაში და მეორე არის რომ ჩვენი ცოდნა გამოცდილება გამოვიყენოთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. ბევრი რამე გაკეთდა. ყველა ჩვენ სფეროში დიდი პროექტი გავაკეთეთ. მე მაგალითად თავის ტკივილის რამოდენიმე დიდი პროექტი მაქვს გაკეთებული, ინსულტში ბევრი პროექტი მაქვს გაკეთებული და ეს სტატიები გამოქვეყნებულია ევროპულ ჟურნალებში. სამწუხაროდ რაც ვერ მოხერხდა, ეს არის ერთიანი სტრუქტურის შექმნა. ეს ყველაფერი არის დამოკიდებული პირად კონტაქტებზე და პირად ურთიერთობაზე. სულია ქართველების გაერთიანება. მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი სურვილი გავხომ კითხეთ. ჩვენ გავერთიოთ. და აი სტრუქტურა რო შეიქმნას, რომელიც არ იქნება დამოკიდებული, თქვათ, ერთეულ ადამიანებზე და რომელიც შეძლებს აი ამ დიასპორის ინტეგრაციას და გამოყენებას. ეს იქნება დიდი საქმე. დიდი საქმეა, დიდი მადლობა. მე ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო დავამატებდი ერთ პროექტს, რომელიც გიმპას აქვს უკვე რამოდენიმე წელია. ეს არის SOS გიმპა, Second Opinion Service, რომელშიც ჩვენ ვაპირებთ ჩვენი რესურსები ჩავდოთ ჩვენი საერთაშორისო კოლეგებთან, აგრეთვე გიმპელებთან ერთად და შევთავაზოთ სერვისი როგორც ქართულ კოლეგებს, აგრეთვე ქართულ პაციენტებს, კონდეთ მიწვდომა ისეთ რთულ დიაგნოსტიკურ შემთხვევებზე, რომელშიც სავარაუდოდ საქართველოში თუ არა COVID-ის დროს ამ second opinions ჩვენს დიასპორის წარმომადგენლებთან და ვაპირებთ აი ასეთ პლატფორმის ჩამოყალიბებას, სადაც საკმაოდ ბევრი მსურველი არის და გვექნება ამისი სამომავლოდ საუბარი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მსჯელობისთვის, გეგმების გაზიარებისთვის, რომელიც აქვს გიმფას. იმედია რომ ხშირად შევხვდებით BMG-სთან ერთად. სტუდიაში თუ დისტანციურად. მადლობა კიდევ ერთხელ. ალექსი ბაიდაშვილი, საქართველოს საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის გიმფას პრეზიდენტი იყო ჩვენთან ერთად, ასევე ზაზა კაცარავა, გერმანიის ქალაქ უნას ნევროლოგიის, ნეიროგერიატრიისა და ადრეული რეაბილიტაციის დეპარტამენტის დირექტორი და ქალაქ ესენის უნივერსიტეტის პროფესორი. ეკატერინა ჩაკვეტაძე, ასევე ილდე ფრანს ჰოსპიტალ ჯგუფის სტაციონარის ხელმძღვანელი და მაია ჩიკვილაძე, ნევროლოგი, ფოკის კლინიკის ნევროლოგიის განყოფილების სპეციალისტი იყვნენ დღეს ჯანდაცვის სტანდარტის სტუმრები. ჩვენ კი დღეს ამით ვასრულებთ. კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ მაყურებლებს. ჯანდაცვის სტანდარტი რჩება პლატფორმად, რომელიც აერთიანებს პროფესიონალებს, ავითარებს პროფესიულ დიალოგს და ხელს უწყობს ხარისხიან, ინოვაციურ და ადამიანზე ორიენტირებულ ჯანდაცვას. შევხვდებით მომავალ გადაცემაში ახალი თემებით, ანალიზით და ექსპერტული შეფასებით. მადლობა ყურადღებისთვის. ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით.